გაეცნოთ ეს არის სვოლეთის მიმართულება, შეიძლება აინტერესებდეს ინვესტორს, სამკერვალო ოფნას. ჩამოსულები ვართ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ ხელვაჩაუში კერძოდ, ანუ ბათუმში კერძოდ ხელვაჩაუში არის გახსნილი ფაბრიკა სამკერვალო, სადაც იკერება სპორტული განსაცემელი, პუმა, ადიდასი ნეგი. ამის შემდეგ ძალიან დაგვაინტერესდა აქეთ ოზურგეთისკენ, ანუ ნახეთ ადგილები, ტერიტორიები, გვინდა შევთავაზოთ ხალხს. გაიხსნას ფაბრიკა და დასანქრდეს ხალხი. აქ დაწყებისთვის ფიქრობთ $1 მილიონ საქმეს ჩავდოთ. ოზურგეთში დღეს უბრალოდ იყო თურქული კომპანია ფასტრეხის დირექტორი ალი შაჰიდი, რომელსაც ხელვაჩაურში აქვს გახსნილი საწარმო, ისინი უშვებენ საკმაოდ ცნობილი ბრენდის ადიდასის, ნაიკის და სხვა ფირმების წარმომადგენლები არიან საქართველოში. მათ გამოთქვეს სურვილი მასთან დაკავშირებით, რომ უნდათ ასევე ოზურგეთში ააშენონ საწარმო, სადაც დასაქმდება 400-დან 450-მდე ადგილობრივი მოსახლე. ეს მოგეხსენებათ, რამხელა შვება იქნება ოზურგეთელებისათვის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებაზე. თავდაპირველად იქნება დაახლოებით $1 მილიონამდე დახარჯული, ხოლო შემდეგ ისინი აპირებენ $5 მილიონამდე ინვესტიციის გაზრდას. პირველი შეხვედრა იყო გაცნობიტი ხასიათის. მე მინდა მადლობა გადაუხადო ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა ეს შეხვედრა და წავიყვანეთ, დავათვალელებინეთ ოზურგეთში ტერიტორიები, მოიწონეს რამოდენიმე ადგილი, უახლოეს პერიოდში ისინი კვლავაც დაგვიკავშირდებიან, შეადგენენ ბიზნეს გეგმას და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით, რათა განხორციელდეს ეს სერიოზული პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა წარადგება მხარეს და ოზურგეთსაც.